მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, ვიდეო ლესონზე და დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სიახლეს ჩვენს არხზე, ეს არის top 5 თამაში ძლიერი კომპიუტერებისთვის. როგორც იქნა დავიწყეთ ეს ტოპიც. ესე იგი, გადავხედოთ ჩვენს 5 თამაშს და ვნახოთ თუ პირველ ტოპში როგორი თამაშები მოხდა. დავიწყოთ ტოპის განხილვა. პირველი თამაში არის Call of Duty Advanced Warfare. ეს არის ყველასათვის საყვარელი თამაში, ძალიან ასე ვთქვათ, კარგი სერია. ლამაზი გრაფიკით და ესე იგი დამუშავებული სიუჟეტით, დახვეწილი გეიმპლეით და ასე შემდეგ. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის Windows 7, 8, 8 და 1, 10. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს Windows-ები უნდა იყოს 64 ბიტიანები. ოპერატიული ჭირდება 6 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 1 ან 2 გიგაბაიტი. ეს დამოკიდებულია მწარმოებელზე. Nvidia შემთხვევაში 1 გიგაბაიტი, ხოლო AMD შემთხვევაში 2 გიგაბაიტი. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში არის სახელწოდებით Assassin's Creed Syndicate. ეს არის ცნობილი თამაშის გაგრძელება, სადაც სიტუაცია ხდება ლონდონში და პერსონაჟები არიან ტყუპი და ძმანი. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება Windows 64 ბიტიანი ნებისმიერი ვერსია Windows 7-ის ზემოთ, 7-ის ჩათვლით ასევე, ოპერატიული ჭირდება 6 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 2 გიგაბაიტი. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის ახლახანს გამოსული ძალიან კარგი თამაში პარკურის გოგონაზე, სახელწოდებით Mirror's Edge Catalyst. ამ თამაშის დახასიათებით არის ის, რომ ესე იგი პირველი Mirror's Edge-ის გმირი, იგივე გოგონა, ისევ და ისევ ებრძვის უსამართლობას და ჩაგვრას მის ქალაქში, რადგანაც პირველ ნაწილში ეს არც თუ ისე კარგად გამოუვიდა, ამიტომაც ცდილობს ამ მომენტში მაინც მოუღოს ბოლო მთლიანად ამ ბოროტებას. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება Windows 7, 8, 8 და 1 ან 10, 64 ბიტიანი ვერსიები, ოპერატიული 6 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 2 გიგაბაიტი. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის საკმაოდ კარგი თამაში ზომბებზე და გადარჩენაზე. როგორც გითხარით, მე ამის პირველი ვერსია განვათავსე სუსტ თამაშებში, რადგანაც იქ გვიწევდა, ესე იგი, ის თამაში იყო ძალიან ადრე გამოსული და ასე ვთქვათ, არ იყო იმდენად მოთხოვნადი კომპიუტერის მონაცემების მიმართ, როგორც ეს არის. ამ თამაში პირველი თამაშისგან განსხვავებით, პირველი ნაწილისგან განსხვავებით, არ გვიწევს, ესე იგი, პარკური და ცემა ზომბების თავის გადასარჩენა, ჩვენ უბრალოდ გვიწევს ძალიან დიდ გახსნილ სამყაროში, ასე ვთქვათ, ავტომობილით გადაადგილება, ანუ გაქცევა გვიწევს ზომბისგან, რადგანაც აქ ზომბის ემულატორი უფრო დახვეწილია, გაცილებით ჭკვიანი ზომბები არიან, გაცილებით სწრაფი და ძლიერები, ვიდრე პირველ ნაწილთან შედარებით. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება Windows 7, 8, 8 და 1 ან 10, 64 ბიტიანი ვერსიები, ოპერატიული ჭირდება 8 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 1 გიგაბაიტი. შემდეგი თამაში ჩვენი დღევანდელი ტოპისათვის და ბოლო თამაში უკვე ტოპისთვის ეს არის Mortal Kombat XL. ეს არის Mortal Kombat X-ის, ანუ მე-10 ნაწილის განახლებული ვერსია, სადაც ჩამატებულია უამრავი პერსონაჟი, დახვეწილია ყველაფერი, რაც კი კარგი ქონდა Mortal Kombat 10, იქიდან აღებულია ყველაფერი და კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. დახვეწილია როგორც სეტინგი, ასევე ისტორია და ძალიან ბევრი რამ. ასევე გაუმჯობესებულია გრაფიკა და დამატებულია კიდევ რამოდენიმე ახალი გმირი. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება Windows 7, 8, 8 და 1 ან 10, 64 ბიტიანი ვერსიები, ოპერატიული ძირითადად სჭირდება 6 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 1 გიგაბაიტი. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონათ ჩვენს მიერ შერჩეული ახალი ტოპი ძლიერი კომპიუტერებისთვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207